გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ამავე სათაურით შარშან დავდე ვიდეო, მაგრამ წელს სიახლე მაქვს და რო არ აერიოთ, რომელი ვიდეო უნდა ნახონ, ამიტომ შარშანელ ვიდეოს წავშლი. ხშირად ვთქვამთ, ისეთი ფანდური გვინდა, რომ ბავშვმა კონცერტზეც დაუკრას. ყოველთვის პასუხობ. ამ ფანდურებს სასწავლოს პირობითად უწოდებ, თორემ კონცერტზეც ჩვეულებრივ დაუკრავს. მაგრამ მაინც ჩემ ფანდურებს ორ ჯგუფად ვყოფ. ისევ ვიმეორებ, რომ პირობითად სასწავლო ფანდურები და საკონცერტო. მოდი ყველაზე იაფი ფანდურით დავიწყებ. ამ ფანდურის მუცელი, გვერდები და ზურგი ფანერა არის. პირი ნაძვი. ტარი მურყანი არის, დასავლეთ საქართველოში თხმელას უწოდებენ. ყურები წიფელი, ჯორაკიც წიფელი. სიმები სათევზაუძოა, სამივე სხვადასხვა დიამეტრის. ეს ჩემთვის დავიტოვე ეს ფანდური. გავაკეთე, რომ სახელოსნოში მქონდეს, ვინმეს თუ დააინტერესა ფანერის ფანდური როგორია, ხმა მოვასმენო და ამიტომ სხვა ფანდურებში რო არ ამერიოს, წინდან ესეთი თხელი წიფელი დავაწებე. ამას წინდან არ აქვს ნიშნები. ზევიდან აქვს მხოლოდ ჩვეულებრივ სასწავლო ფანდურებს ეს არაფერს დავაწებებ, მურყანის ტარი იქნება და წინიდანაც იქნება ეს ნიშნები, სადაც საჭიროა. მე-3, მე-5, მე-7, მე-10, მე-12 საქცევებზე. ასეთი მუცელი გავაკეთე. მინდოდა ჩვეულებრივ ფანდურებს ვაკეთებ 5 ნაწილით არის მუცელი შეკრული. ესეც მინდოდა ასეთი ყოფილიყო. მაგრამ რო გავაკეთე, დაძაბული ბგერა ჰქონდა იმ ფანდურს და ამიტომ გადავწყვიტე ესეთი ფართე ზურგით გავაკეთო, უფრო თავისუფალი ბგერა აქვს. მირჩევნია კარგი ბგერა ქონდეს წინიდან, შეხედავ ჩვეულებრივ ფანდურია, ხომ? ამას ნავისებრ ფორმას უწოდებ, ნავს მაგონებს წინიდან რო უყურებ. მირჩევნია კარგი ხმა ქონდეს და ესე რო არ დავკარგო ფანდურის ფორმა, გვერდიდან ესეთი ფორმის არის. გვერდი ესე გავაკეთე. შემეძლო მაგალითად გამეკეთებინა ყელიდან მარტი კუთხით წამოსულიყო და მე ბოლოსკენ ოდნავ დამევიწროვებინა და ცერაც ჩამოვიდოდა. მაგრამ ასე სულ იკარგებოდა ფანდურის ფორმა. მეც არ მომწონს ესეთი დაკუთხული, მაგრამ რა ვქნა. ისე ვიმეორებ, უპირატესი ბგერა არის. ესეც რო შეხედავ გვერდიდან ფანდურის ფორმა არის. მაგრამ ერთი უპირატესობა რა აქვს ამ ტყელ ზურგს. კარგად არის ტანზე მომდგარი. ხშირად მინახავს და უთქვამთ, რომ ზოგს უცურავს ფანდური და ეს უნდა მოინდომო, რომ ან გადაგიტრიალდეს, ან გაგიცურდეს. ტყლად არის მოდებული ტანზე და ყარად არის უფრო. ამაზე ოდნავ ძვირი ფანდურია. მუცელი მურყანის ფიცრებით არის შეკრული. დასავლეთ საქართველოში ისევ ვიმეორებ, დასავლეთ საქართველოში თხმელას უწოდებენ მურყანს. 5 ფიცარი. მასიური ხის ფანდურია. ეს უკვე სულ მასიურია. იქ მუცელი თუ ფანერა არის, პირის ფიცარი მასიური ხი არის და აქ მუცელიც მასიური ხია. ბევრი შეხედავს და გრანაირი მასიურია, მასიური ფანდური გამოთლილი უნდა იყოს. შეცდომაა. მასიური, როცა ზოგადად საკრავს ამობენ, მასიურს ვამობენ, გულისხმობენ, რომ რადგან მუცელს თვლით ქართველები გამოთლილი და მასიური მხოლოდ ის არის და ეს არ არის მასიური ხე, ამიტომ მუცლით ავხსნი. ჩვეულებრივ, როცა მასიურ ხეს ამობენ, იგულისხმება, რომ მუცლის კედელი არის მთლიანი, მასიური და არა შეწებებული. ფანერა ალბათ უმეტესობა მიცით, რომ ხის ფურცლებია ერთმანეთზე დაწებებული და ისე არის 3, 4, 5 და ასე შემდეგ მილიმეტრიანი ფანერები სისქეს. იმ ფურცლების რაოდენობით უფრო და ასქელებენ ფანერას. ეს კი მთლიანია, მასიურია ამის კედელი. და არა ის, რომ შეწებებული არ უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ არის მასიური ხე. ისევ გავიმეორებ, რომ მურყანის ფიცრებით არის მუცელი შეკრული, პირის ფიცარი ნაძვია, ტარი უკვე წიფელი არის, ყურების წიფელი, ჯორაკიც წიფელი. ამ სიმებიც სათევზაუძოა იგივე, რაც ფანერის მუცლიან ფანდურზე.
ნიშნები ასე, იმ ფანდურსაც, წეგანაც გითხარით, ესე ექნება წინდა ნიშნები და ზევიდანაც ნიშნები. ამაზე უფრო უკეთესი ისიც მურყანის ფიცრებით გაკეთებული ფანდური და პირობითად ასე უწოდე, სასწავლო უკეთესი. იმ ფანდურს სიმები ექნება გიტარის. ოღონ პირველი 3 სიმს აუბავენ ხოლმე ფანდურს. მაგრამ გიტარის მესამე სიმი ფანდურის მჟღერისთვის მსხვილია. მჟღერი სათავიდან ჯორაკამდე მანძილს უწოდე. ფანდურისთვის მსხვილია მესამე სიმი და ფანდურს არ უბავ. პირველ მეორე სიმს ფანდურის მეორე მესამე სიმად ვიყენებ. პირველი სიმი სათევზაო ძუა არის. იმ სათევზაო ძუას 0.70 მმ კი აწერია, მაგრამ სინამდვილეში 0.65-ია. უმეტესობა სიმები, რაც არის. თუმცა მინახავს 0.70 ეწერა ერთ-ერთ ფირმის ძუას, მაგრამ მგონი 0.62 იყო თუ დაახლოებით ესეთი წვრილი იყო გაცილებით. და უფრო წვრილიც მახსოვს მე მგონი. 10 ან 10-ზე მეტი სიმი ვიყიდე, რომ ვეძები ფანდურებისთვის სიმებად სათევზაო ძუას. და ვიღებ უკვე იმ სიმს ვყიდულობ, უბრალოდ იმ ძუას ვყიდულობ სიმად, რომელიც 0.65 მმ-ია. იმ უკეთეს ფანდურს მეორე სიმი, გიტარის პირველი სიმი ექნება, გიტარის პირველი სიმი 0.71 მიასედია, უმეტესად ესეა, თორე 0.73-იც არის და მესამე სიმად გიტარის მეორე სიმი იქნება 0.91 მიასედი მილიმეტრი. კიდევ სხვაობა იმ ორ ფანდურს, ანუ ფანერის მუცლით და მურყანის მუცლით იმ ფანდურებს ბიბილოს არ ვლაქავ. სასწავლო უკეთეს ფანდურს ბიბილოს გავულაქავ. ბიბილო ამ ბრტყელ ნაწილს უწოდე, ხელს აზრით ვკიდებთ, რომ დავატრიალოთ. და ჩხირის ნაწილს გავულაქავ. კიდევ რა იქნება იმ უკეთეს ფანდურის სხვაობა ჩვეულებრივ მურყანის ფანდურისგან? მithქვამს, რომ კარგი მასალა საკმარისი არ გვაქვს. მაგალითად, გავჩვენებთ, წარმოვიდგინოთ, რომ ხე არის და ტოტია, ხო? ტოტთან გვერდზე ძალხაზები კალად წავა. ამიტომ იმ ფანდურებზე შეიძლება იყოს ესე მორკალული ძალხაზები, აქ სწორია, მაგრამ გეტყვით, ეს ამასატო არ ავიღებ სასწავლო კარგი უკეთესი ფანდურისთვის. კარგ ფანდურებზე გამოვიყენებ ამ პირს. შეიძლება კალათ იყოს ან ცერათ მიდიოდეს ეს ძარღვები კარგ ფანდურებზე. ეს განგება ვიღე, რომ მეჩვენებინა ესეთი კორძი თუნდაც ორი იყოს პირზე, ახლა დამუშავებისას ამას მოვჭრი. არ მომწონს. ანუ რა დავიწყებ, რომ ესეთი კორძი გინდაც ორი იყოს პირზე, ხმით მაინც ვერავინ მიხვდება კორძიანია ეს პირი თუ არა. უბრალოდ არ მომწონს. ესეთ ახლა კორძი რო არის პირზე და ასეთ კორძიანს არ გავაკეთებ. იმ უბრალო ფანდურებზეც კი, ჩვეულებრივ სასწავლო ფანდურებზე, მით უმეტეს უკეთეს ფანდურზე. ამას რატო არ გამოვიყენებ სასწავლო უკეთესი ფანდურისთვის? ძალხაზები ფართია და ლამაზი არ არის, უბრალოდ, მხოლოდ ლამაზი არ არის, თორე ბგერა კარგი აქვს ამ პირის ფიცარს. უფრო წვრილი ძალხაზებიანი არის ეს პირი, მაგრამ ამ ნაკლის გამო სასწავლო ფანდურებზე დავაკრავ ამ პირს. სასწავლო უკეთესზეც არ დავაწებებ ამ პირს, რადგან ეს ჩანს ცირედი კორძი. კიდევ არის, რომ ყველა პირი კარგია, ბგერა კარგი აქვს, მაგრამ უბრალოდ რო შეხედავ, კი, კარგი წვრილი ძალხაზები აქვს, მაგრამ ეს ყავისფერი ზოლები იმ პეტს უკარგავს. და ამიტომ ასეთ პირსაც არ დავაკრავ იმ სასწავლო უკეთეს ფანდურებს. კი, ძალხაზებიც წვრილი აქვს, სწორად მიდის, მაგრამ ეს არის პირობითად ვთქვათ ნაკლი, რომლებსაც სასწავლო უკეთეს ფანდურს არ დავაწებებ. რამოდენიმე კატეგორიად ვყოფ პირის ფიცრებისთვის. წეგან გაჩვენეთ, ხო, და ფართე ძალხაზებიანი არ არის იმდენად ლამაზი. ამას გადავდებ უბრალო
პირობითად რო უწოდებ უბრალო სასწავლო ფანდურებისთვის, შემდეგ უფრო კარგი რომელიც იქნება სასწავლო უკეთესი ფანდურისთვის და საუკეთესოებს მე უკვე საკონცერტო ფანდურებისთვის. საკონცერტო ფანდური მომძახნელი არის. ახლა რასაც ვაკეთებ. ეს არის მომძახნელი ფანდური. ამ ფანდურის გვერდები არის კაკალი, ფერდები მურყანი, ზურგი, წიფელი. აქ მურყანი რატო არ გავაკეთე? მურყანთან შედარებით წიფელი მაინც უფრო მაგარია და ან სადმე მიაყუდებენ რაღაც დადებისას ადვილად არ დაზიანდება ეს წიფელი მურყანთან შედარებით. პირი ამ მომძახნელ ფანდურსაც ნაძვი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა ხეს ნაძვის პირი აქვს. მაგრამ ამის პირი არც მახსოვს რამდენი წლის წინანდელი ნაყიდი არის კოჭი, შენახული მაქვს. და უკვე გამოვიყენებ საკონცერტო ფანდურებისთვის. ტარი წიფელია, ხელიც წიფელი დავაწებე. ყურებიც წიფელია, რა თქმა უნდა, ესეც გალაქული არის ბიბილოები. ჯორაკიც წიფელი, აქაც სიმები გიტარის პირველი და მეორე სიმი, ფანდურის მეორე მესამე სიმად და პირველი სიმი ისევ სათევზაო ძუა. ესეთი ნიშანი მომძახნელ და თქმელ ფანდურებს ვაკეთებდი. შარშანაღარიც გამიკეთებია თქმელი ფანდური, რადგან პირის ფიცარი რაც მქონდა თქმელი ფანდურებისთვის აღარ მაქვს და რამოდენიმე წელი მაინც აღარ მექნება თქმელი ფანდურები და გავაკეთებ მომძახნელ ფანდურებს და რადგან ასე ნიშანს ვახატებდი მომძახნელ ფანდურს, ამიტომ დავტოვე ამ ფანდურზეც. ხელს არ ვაწებებდი მომძახნელ ფანდურს და რადგან თქმელ ფანდურებს არ გავაკეთებ, ისე ვიმეორებ ალბათ რამოდენიმე წელი, სანამ ის მასალა სათანადოდ არ გაშრება. მინიმუმ 5 წელი უნდა გავიდეს, რომ გამოიყენო კარგი საკრავებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე ესეთ ხელს რო ვაწებებდი თქმელ ფანდურებზე, ახლა მომძახნელ ფანდურებზე დავაწებებ ჩემი ნიშნით. აქედან ზევიდან დავაწერე ფანქრით KS ქართული საკრავები, ჩემ Facebook გვერდის სახელი. აქაც რომაული რიცხვებით მე რამდენი თვე არის და წელი. ხო, თქმელ ფანდურის გვერდები თუ ვაკეთებდი, ძირი იყო ეს სამფიცარი წიფელი. მაქვს დახერხილი ის თუთის ფიცრები, ყველა ხო უნდა მეწყოს. შემიძლია ვთქვათ, თუთა გავაკეთო გვერდები, ძირი ისევ ესე იქნება, მურყანი და წიფელი. ან ნეკერჩხალს გავაკეთებ, სხვა რამე მასალა შეიძლება ეს შემიძლია შევცვალო გვერდები, ძირი ისევ ესე დარჩება. ასე რატო ვაკეთებ სხვადასხვა ფიცარს, რომ ხევსურებს უთქვამთ, ჯავახიშვილს უწერია, რომ თავთავის ხმაზე იძახებს და უკეთესი გამოვაო, ფანდურს ვაკეთებდნენ. ჩვეულებრივ რახისაც ფანდური ითლებოდა, ვიცით ხომ, მთლიანად ტარი და მუცელი ერთიანი იყო, მთლიანად ითლებოდა, პირის ფიცარიც იგივე ხის წებდებოდა. ხევსურები აწებებდნენ წიწვოვანს. ასე ახსნეს, რატო დააწებეს წიწვოვანი ხის პირი. თავთავის ხმაზე იძახებს და უკეთესი გამოვა. უფრო თბილი ბგერა უნდა ქონდეს, მომძახნელი ნიშნავს, რომ სიმღერას უბანოს. თქმელ ფანდურს უფრო გამოკვეთილი ბგერა უნდა ქონდეს, რადგან თქმელი ქართულ ხალხურ სიმღერაში ძირითად ხმას ნიშნავდა, რომელიც ასე ვთქვათ, თავარ სათქმელს ამბობდა. პირობითად ხსნი ამას. ის ამიტომ უწოდებ მომძახნელი ფანდური არის მეორე ხმა, ასე ვთქვათ, შებანება უпроსწორედ ხალხურ სიმღერაში ხან მაღალი ხმა იყო პირველი, ხან შუა ხმა იყო პირველი ხმა. დამოკიდებული იყო ეს ძირითადი ხმა რომელიც იყო. ამიტომ მომძახნელი ფანდური ბანია, მოძახილი და ბანი სინონიმები იყო ძველად. მომძახნელი ფანდური ბანი არის, თქმელი ფანდური უფრო გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო, რომ ეს სოლოებს რო უკრავთ, სოლო კაფიოთ უნდა ისმოდეს. ეს იმას ანიშნავს, რომ ამ ფანდურზე სოლოს ვერ დაუკრავთ. ჩვეულებრივ დაიკვრება, მაგრამ მაინც ისე ვაკეთებ, რომ მომძახნელ ფანდურს თბილი, ხავერდოვანი ბგერა ქონდეს.
ალბათ აი გაინტერესებთ თლიანად ერთი ხისგან გავაკეთებ თუ არა ფანდურს. უმეტესობა თვლის რომ თუთის ფანდურია საუკეთესო, ზოგისთვის საუკეთესო, მაგალითად ჭერამია, ზოგისთვის კაკალი, სხვადასხვა მასალას ამბობენ, მაგრამ უმეტესად ისევ თუთას ამბობენ. ოდითგან ასე მოდის თუთის ფანდური და უმეტესობა ასე ამიტომ იცის. კი, გავაკეთებ თლიანად, მაგალითად ნეკერჩხლის, კაკლის ხისგან მუცელს, მაგრამ იმ ფანდურებს იაფად აღარ გავყიდი. და რატომ? ბოლოს რაც ვნახე 2000 ლარად ყიდის ერთ-ერთი ოსტატი თავის გამოთლილ ფანდურს, მასიურს რო უწოდებენ. მე თუნდაც 1900 ლარად გავყიდე ჩემი ფანდური. პირობითად რო ვთქვათ ნეკერჩხლის ფიცრებით გაკეთებული მუცლიანი ფანდური 1900 ლარადაც რომ გავყიდო, ვაღიარებ რომ ის ფანდური უკეთესია, ხო? რადგან უფრო ძვირად იყიდება. მე კი ვამბობ რომ ფიცრით შეკრული მუცელი უკეთესია გამოთლილ მუცელს ჯობს. მეორე შეკითხო, ხო, მაშინ ამ ფანდურს რატომ ყიდი იაფად? თუნდაც იმიტომ რომ იყიდონ, შეძლონ ყიდვა, ბევრს არ აქვს, ზოგს უთქვამს რომ 700-800 ლარიც ძვირია მათთვის. ამიტომ იაფად ვყიდი რომ იყიდონ და მოისმინონ რომ ფიცრით შეკრული მუცელი კარგია და უკეთესი არის გამოთლილ ფანდურებზე. ლაპარაკი შორს აგვიყვანს სამის ახსნაზე. და მოდი ასე მოკლედ ვიტყვი. ამ ფანდურებს იაფად ვყიდი, ფასებს ვერ ვამბობ, რადგან შემდეგ როგორ შეიცვლება ფასები და რა იქნება არ ვიცი. მაგრამ იმ ფანდურებს თუ ერთი მთლიანი ხისგან გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ნამუშევარიც უკეთესი იქნება. იმ ფანდურებს უკვე უფრო ძვირად გავყიდი. ახლა კი ბანის ფანდურს გაჩვენებთ. ფანერის ფანდურმა კარგი ბგერა რომ მომცა, მოდი აბა ბანს მოვსინჯავ მეთქი. როგორი ბგერა ექნება. მანამდე ჩვეულებრივ ფიცრებით ვაკეთებდი ბანის მუცელს. ახლა ფანერით ვაკეთებ. გვერდები ზურგი ფანერა არის, პირის ფიცარი ნაძვი, ტარი წიფელი, ყურებიც წიფელი, ჯორაკიც წიფელი. პირველი სიმი გიტარის მესამე სიმია, მეორე სიმი სათევზაუძუა, ოღონ უფრო მსხვილი, მესამე სიმი გიტარის მეხუთე სიმია. გიტარის მეოთხე სიმი წლების წინ მოვსინჯე და ზედმეტად გიტარის ხმა მივიღე. ამიტომ არ უბავ გიტარის მეოთხე სიმს, ანუ მხოლოდ ერთ სიმს გამოვიყენებ, ლითონ დახოვულ სიმს. ლითონ დახოვული სიმი აუცილებელია, რადგან თუნდაც ამაზე მსხვილი, ვიცით ალბათ რომ შუაში ძაფია, ძაფის გულზე ლითონის მავთულია დახვეული. სხვადასხვა მინარევები და სხვადასხვა ლითონი არის. ასე პირობითად ვამბობ ხოლმე ლითონის მავთულია დახვეული. ამაზე მსხვილი ნეილონიც რომ დავახვიოთ, უფრო მსუბუქი იქნება ის სიმი და დაბალ ბგერას სათანადო დაბალ ბგერას ვერ მოგცემს, სუსტი იქნება ეს ბგერები. ამიტომ არის აუცილებელი ერთი სიმი მაინც ლითონ დახვეული რომ იყოს ბანი ფანდურზე. დაბალი ბანიც გავაკეთე. დიდი არის და ვერ გაჩვენებთ ამ გადაცემაში. ვისაც გაინტერესებთ ფანდური დაბალი ბანი, ამ სათაურით მაქვს ვიდეო. ეს ბანი ასეთი არის, სიმები ვთქვი, ხომ? ჩემ Facebook გვერდზე ამის ფოტო დავდე, ევროპული ტექნოლოგია დავაწერე, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სპარსული ტექნოლოგია. თარს ქონდა მუცელის ბოლოში მსგავსი ხარაკი ქვია ამ ნაწილს, რაზეც თარის სიმები წებდებოდა. გიტარის სიმები მოკლე არის, არ წუდება საკუდარამდე და ამიტომ წვალობდი ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე ასე ხარაკი დავაწებე და აქ ვამაგრებ სიმებს. საკუდარს ვაკეთებ აუცილებლად რომ გადაიკიდო ბანი. ამ ფანდურს 13 ხიდი აქვს. წინიდან
სანიშნებს არ უკეთებ, რადგან მარტივია აკორდიკა, ხომ? ზევიდან ესე აუცილებლად რომ იპოვონ. მარტივი იყოს აკორდების პოვნა. 13 ხიდი რატომ არის? სოლებს უკრავენ. ფანურზე იკვრება დოძიეს კვინტაკორდიდან. ზოგი დოძიეს მინორს ამბობს, ზოგი თუშურ აკორდს უწოდებს. სინამდვილეში კი დოძიეს კვინტაკორდია. ბანი ფანურზე ეს არის მინორს ვიღებთ. და გვიწევს ფაზიეს მაჟორის აღება. თუ კი მხოლოდ 12 ხიდია, მე-13 ხიდის ადგილი ზებნა თითით გვიწევს. ამიტომ გავაკეთე 13 ხიდი აუცილებელია ბანი ფანდურზე. რო არ ვიწვალოთ. თორე ბევრი არის 12 ხიდიან ბანზე უკრავს, ეს თითით შეჩვეულია უკვე სადაიღოს ის მე-13 ხიდის ადგილი და ისე უკრავს. უფრო მოსახერხებელია. სასწავლო ფანდურებზე 12 ხიდი არის, რომ ოქტავაში ყველა ბგერა ავიღოთ. ნახევარი ტონები. მომძახნელ ფანდურს 15 ხიდი აქვს. ხიდების რაოდენობა. ხო, მეგონი მეტი არაფერი. მოგასმენინებთ. მელოდიას დაუკრავ. წლებისინ ბანი ავიღე, ესე უკრავ, თან ვისვენებ და თვითონ წაიღო გონებამ ხელი აკორდი თვითონ აიღო. და შემდეგ განვავითარე ესეთი მოკლე მელოდია ხანდახან როცა ბანი მაქვს დაუკრავ ხოლმე, ასე როგორც თქვა, გულისჭიას ვახარებ. ხლა ფანდურებს მოგასმენინებთ. ფანერის ფანდურს და მურყანის ფანდურსაც თავთავისებურად ლამაზი ხმა აქვს. ახლა მომძახნელ ფანდურზე მოგასმენინებთ. კი, ვამბობ ხოლმე, რომ ჩანაწერით საკრავი არ უნდა შევაფასოთ, რადგან ჩამწერი აპარატურაც მიკერძოებულია, რაღაც ბგერებს უფრო მეტად იღებს, რაღაც
ნაკლებად რითაც უსმენთ, ძირითადად ხო ტელეფონით უსმენთ. ის ტელეფონიც კიდე რაღაცას გამორიცხავს, რაღაცას დაამატებს და თავისებურად ცვლიან ხმას, მაგრამ მაინც პირობითად უკრავ მოგასმენებთ როგორი ხმა აქვს ამ ფანდურებს. გადაღლილობამ მაინც თავის ქნა. არც ჩაწერის დროს გამახსენდა და არც დამონტაჟებისას მე თქვა. ვაკეთებ ხალხურ ფანდურებსაც და კლასიკურ ფანდურსაც. გინდა ის სასწავლო ფანდურები იყოს, გინდა მომძახნელი ფანდური. ერთადერთ გავაკეთებ, ოღონდ განსხვავება იცით ხომ? ხალხური ფანდური დიატონური წყობის არის, კლასიკური ფანდური ქრომატიული წყობის. და რამოდენიმე წუთის დადებული ვიდეო უნდა წავშალო ისევ, აუცილებელია, ესეც უნდა მეთქვა ვიდეოში. დღეს კი დაგემშვიდობებით.